My generation knows well. ჩემმა თაობამ კარგად იცის, რომ საქართველოს მტერი რუსეთია და ამისთვის ისტორიული წყაროების მოშველიება არ გჭირდება. საკუთარი თვალით გვინახავს და გვახსოვს საბჭოთა ოკუპაციის წლები. რუსი სამხედროების მიერ ნიჩბებით აჩეხილი და ქიმიური იარაღით მოწამლული ქართველები. გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი და საქართველოს ხელახალი ოკუპაცია. რუსეთის მუდმივი მუქარის ფონზე ჩვენ მთელი ძალისხმევა, როგორც შეგვეძლო სახელმწიფოს განვითარებისკენ მივმართეთ. არჩევნებში საკუთარი ხმის მნიშვნელობა დავინახეთ კორუფციის გარეშე უმაღლესი განათლების გარემო შევქმნით. სასამართლოს მედიის მიუკერძოებლობა მოვინდომეთ. ადამიანის უფლებების დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებაზე და მოქალაქის პასუხისმგებლობაზე მსჯელობდით. ამ წლებში საქართველოში გაიზარდა თაობა, რომელმაც რუსულის ნაცვლად ინგლისური და სხვა ევროპული ენები ისწავლა. ევროპამ გაიცნო თანამედროვე ქართველი მწერლები, მხატვრები და რეჟისორები. ჩვენ ვცვლიდით ცოდნას, გამოცდილებას და კულტურას თქვენთან, ევროპასთან. ჩვენი სამსახურები, მეგობრები, საყვარელი ქალაქები აღმოვაჩინეთ და გავიჩინეთ ევროპაში. დღეს ევროკავშირისკენ სწრაფვას რეპრესიებით პასუხობენ ჩემს სამშობლოში. ხელისუფლება მიტაცებული აქვს რუსული ინტერესების გამტარ რეჟიმს. საქართველოს მოქალაქეები წელიწადზე მეტია უწყვეტად ქუჩაში აპროტესტებენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე განცხადებას. ეს განცხადება ნაკვერცხალს გავს. საქართველო აალდა და მას შემდეგ ვიწვით. ვისურვებდი განცხადებები მოქმედებაში გადაიზარდოს და ევროპელმა ლიდერებმა ყველა არსებული მექანიზმი გამოიყენონ, რაც გააჩნიათ ავტოკრატიულ მმართველებზე ზეგავლენისთვის. ვისურვებდი ქართული საზოგადოება მისი დემოკრატიის და ევროპისკენ სწრაფვა დაიცვან ისე, როგორც დაიცავდნენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას. რადგან საბოლოოდ ყველაფერი ერთ რამემდე დადის. ახლა უკვე უდავოდ ნათელი უნდა იყოს, რომ ძალა, რომელიც ბელარუსში, უკრაინასა და საქართველოში ჩადენილი საშინელებების უკან დგას, ევროპის გულს უახლოვდება. ის თქვენი სახლებისკენ მიემართება. ჩვენ კი უბრალოდ წინაღობა ვართ მის გზაზე. მალე შობა სახელმწიფოს დადგომას იზეიმებს ევროპული სამყაროს უდიდესი ნაწილი. ბოლო დღეებია ვფიქრობ, როგორ მიულოცავთ ევროპის, ამერიკის და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერები დანარჩენ მსოფლიოს. რას ეტყვით მათ მომავალზე, ახალ მსოფლიო წესრიგსა და მშვიდობაზე. ეტყვით, რომ დემოკრატიული მმართველობის და უსაფრთხოების განვრცობა აღარ წარმოადგენს კაცობრიობის სიკეთეს. ეტყვით, რომ ავტოკრატიული და დიქტატორული ძალების შემოთავაზებული მოჩვენებითი მშვიდობა და საზღვრები უნდა მივიღოთ. ეტყვით, რომ ეკონომიკური გავლენებია უპირატესი და არა თანასწორობაზე, სოლიდარობასა და ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა. რომ საერთაშორისო სამართალმა და ინსტიტუციებმა ძალა დაკარგეს და არაფერი შეუძლიათ მაშინ, როცა რეპრესიული რეჟიმი თავისუფლების, დემოკრატიის, სამართლიანობისა და ღირსებისთვის მებრძოლ მოქალაქეებს ატერორებს, ციხეებში კეტავს ან ემიგრაციას აიძულებს. და ჩვენ, ვინც რუსეთის საფრთხეს კარგად იცნობს, გეუბნებით, რომ თუ ცივილიზებული სამყარო დაუშვებს, რომ მოსკოვმა ცალმხრივად თავისი იმპერიალისტური მისწრაფებებითა და კარნახით შეადგინოს ეგრეთ წოდებული სამშვიდობო შეთანხმება და შეცვალოს საზღვრები, ცხადია ეს იქნება დაუსრულებელი ომების ანონსია მშვენიერ კონტინენტზე. თუ ჩემი სამშობლოს მსგავსი, უძველესი და მცირე ერები და უკრაინისნაირი მებრძოლი დამოუკიდებელი სახელმწიფოები დარჩებიან რუსეთის ჰიბრიდული ომის თუ სამხედრო აგრესიის პირისპირ მარტო, ეს იქნება გამოუსწორებელი ისტორიული შეცდომა. ჩვენი თავისუფლება მარტო ჩვენს ბრძოლაზე არაა დამოკიდებული. ჩვენ გვჭირდება თქვენი, ევროპის ხალხების და ცივილიზებული მსოფლიოს თავისუფალი ადამიანების სოლიდარობა და მხარდაჭერა. მე მჯერა თავისუფალი, დემოკრატიული და ძლიერი ევროპის.